მივესალმები მაყურებელსაც. ჩვენ დღეს ვართ წარმოდგენილი როგორც საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია. სტუმრებს ახლავე გაგაცნობთ. ჩვენ უკვე 6 წელია რაც ვართ გიდების, ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წევრი. ძალიან ვამაყობთ ამით და ორი სიტყვით გეტყვით ჩვენი ასოციაციის მიზნის შესახებ, ანუ ჩვენი მიზანია, რომ ამ მიმართულებით გაიზარდოს სერვისი, ტურისტული გიდის მომსახურების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება არის ჩვენი მიზანი და ამიტომაც ამ სფეროში მოწინავე კადრებს, პროფესიონალებს ერთად ვუყრით თავს, ვახტენთ მაგალითად მათი კვალიფიკაციის გაზრდას და რაც მთავარია პოპულარიზაციას. ეს არის სულ მოკლედ, რაც შემიძლია გითხრათ. მე მინდა წარმოგიდგინოთ ორი სტუმარი, პირველი ჩვენი ასოციაციის დამფუძნებელი, საქართველოს სომელიე, გიდი, რა ვიცი, ბევრი რეგალია, გიორგი დარციმელია და კულტურული მემკვიდრეობის გიდი, ხელოვნებაცოდნე ჟურნალისტი სოფია კნოევა. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ გვიკეთია სამკერდე ნიშანი. ძალიან მოგწონს. ამ სამკერდე ნიშანს აქვს იმ უძველესი ჭურჭლის ფორმა, სადაც ღვინის ქვა არის აღმოჩენილი. და ღვინო როგორც ჩვენი წარმდგენი 8000-ლიანი უწყვეტი ისტორიის მქონე პროდუქტი, რაც ჩვენ გვაქვს, ისევე როგორც ღვინო წარადგენს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს გიდებიც ვართ ჩვენი ქვეყნის კულტურის, ტრადიციების, მემკვიდრეობის წარმდგენები და ძალიან ვამაყობთ ამ ჩვენი პროფესიით. რადგან ამ ლოგოზე გადავიდა, მე პირველი კითხვით გიორგის მიმართავ, გიორგი, მოგვიყევი ამ უძველესი ჭურჭლის ისტორია და რამდენად შეცვალა ამ აღმოჩენამ საქართველოს ისტორია და შეცვალა თუ არა მსოფლიოს დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი. საქართველოს ისტორიაც და შესაძლოა მსოფლიოსაც, ხო? აი მსოფლიოს ღვინის ისტორია რაც იყო, უძველესი ჭურჭელი, უძველესი კვალი ღვინის უფრო ღრმად ჩავიდა ერთი და მოვიდა ჩვენთან საქართველოში და ვფიქრობ, რომ ძალიან სამართლიანი და დამსახურებული არის, იმიტომ რომ ღვინისერი ვართ და გვაქვს უწყვეტი კულტურა და სირეთ თუ მოიპოვება, ვთქვათ, ისეთი მაიდენტიფიცირებელი, ასე ვთქვათ, აი ქართული იდენტობის, ქართველი ერის იდენტობის ისეთი სიმბოლო, როგორც არის ღვინო და ვაზი. ასე რომ, რა თქმა უნდა, კი, შეცვალა ალბათ კაცობრიობა სხვანაირად შეახედა უკვე ამაზე ყველაფერზე და ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა არის ეს დერგი თავისი ღვინის ქვით, რომელიც ადასტურებს პირდაპირ 8000 წლის წინ ჩვენ ტერიტორიაზე ხდებოდა ღვინის წარმოება. და გვაქვს ამის უწყვეტი ისტორია. ხო, მე არ შეწყვეტილა და დღესაც ეს განუყოფელი ნაწილია, აი მეც კი ვაკეთებ ღვინოს. კი ბატონო. და გიორგი აღმოაჩინეს ღვინის ქვა და არა ყურძნის წიბწა, როგორც ბევრი ამბობს. ამ ორ მნიშვნელოვანი სხვაობა ამ ორ რამეში. ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობა არის, რა თქმა უნდა, რომ წიბწა ავტომატურად აღნიშნავს ღვინის წარმოებას, წიბწა იქნა ნაპოვნი რამოდენიმე ადგილას. ვთქვათ, შულავერი, ვთქვათ, გადაჭრილი ხრამის დიდის გორაზეც ეს ძირითადი რაც გვაქვს მე მოქართლში ეს ადგილები, მაგრამ საუბარი არის ხა მხოლოდ აი ხრამის დიდ გორაზე, რომლიდანაც ვთქვათ ეს ჭურჭელი მოდის, ღვინის ქვა მხოლოდ და მხოლოდ ღვინიდან შეიძლება დარჩეს და ეს იყო მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რომელიც მან გავერმა და ადასტურა და მე უკვე შესწავლილი იქნა ამერიკულ ლაბორატორიებში. და ნამდვილად არის ღვინის კვალი. ეს ხანერად შეუძლებელია უბრალოდ თქვათ ამ ქვის მიღება. კი ბატონო, მადლობა, ეს მნიშვნელოვანი დაზუსტება. გიორგი, აი რა განასხვავებს ქართულ ღვინოს ყველა სხვა ქვეყნის ღვინოებისგან, იმიტომ რომ ღვინის წარმოებელი ქვეყანა მხოლოდ საქართველო არ არის. რა თქმა უნდა, კი, ძალიან ღირსეული წარმომადგენლები ვართ და თუ თქვათ ჩვენ შეიძლება რომ თქვათ დასაწყისებში ვიყავით, დღეს ბევრად გვიწევს ანალოგების, მაგალითების გადმოღება და ესე იგი დაწევა თუ როგორ ვთქვა, აი მიდევნება ვთქვათ იმისი, რაც ძირითადი ტენდენციები არის და ადგილის მოპოვება, მსოფლიოს ღვინის ბაზარზე და მსოფლიო ცნობადობის მოპოვება. ძალიან ბევრი არის ვთქვათ ანალოგი, ხო, ღირსეული ანალოგი და ბევრი საინტერესო ღვინო იწარმოება დღეს და ის რაც საქართველოს გამოარჩევს, ისე და ისე ამ ჭურჭელს უბრუნდებით, ეს არის ქვევრი, რომელიც აი ქართველები ჯიუტად ვაწარმოებთ აი პირველ ღვინის ჭურჭელში ვაგრძელებთ თუნდაც მცირე ფორმით სახეცვლილის, მაგრამ ვაგრძელებთ ღვინის კეთებას და აი ეს როცა დედაზე გვაქვს, ხო, ანუ დურდოზე ღვინის კანთან ერთად ფერმენტაცია ხდება თეთრი ღვინოების, ეს მსოფლიოში არის ესეთი გამორჩეული და გამონაკლისი
და ესეთი საინტერესო თეთრი ღვინოები მინდა ვთქვა, რომ საქართველოს გარდა ცოტა თუ მოიპოვება, ისიც საქართველოსგან იღებენ მაგალითს. მაგალითად იტალიაში ვთქვა დაიწყეს ვთქვა აი ტრიესტესი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში იგივე ალზასმა დაიწყო ვთქვა საფრანგეთში და ესე შემდეგ, მაგრამ ქვევრები წაიღეს ჩვენთან. ისიც უნდა ვთქვა, რომ აი ქვევრის წარმოების ცოცხალი ის არის, ეს უკვე აღარ იწარმოება ვთქვა ესეთი ამით საქართველოში ჯერჯერობით გვაქვს როცა ოჯახები გვყავს, ვინც ქვევრს აწარმოებს და ამ ქვევრის ღვინო არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სახე და სიმბოლო. ზუსტად ეს თქვა უნდა დამესვა აი ამდენ ღვინოს შორის რომელია მთავარი ღვინო, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას. არა ყავს იმდენ საინტერესო ღვინო ძნელია თქმა, თუმცა მე გამოვყოფთი მაინც გვაქვს ღვინოები, რომელიც შეიძლება ალბათ არაერთი და ორი ასეული ევრო ღირდეს ვთქვათ ესეთ ბაზრებზე არის ლიმიტირებული. ორივე ქვევრია ჩემთვის, აი რომელსაც გამოვყოფთი და ერთ-ერთი განსაკუთრებით რატომ მომწონს, რომ არის ბლენდი 5 ქართული ჯიშის. და არის არაჩვეულებრივი სიმფონია თუ ჰარმონია. ისეთი გახანგრძლივებული დაბოლოება ნაკლებ თუ რომელიმე ქართულ ღვინოს აქვს. კი, მეც დავამატებ, ცხადია ბრენდს არ ვიტყვი, მაგრამ ქვევრში დავარგებული ღვინის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, რამდენიმე არის ასეთი თეთრიც და მუქი წითელიც. გიორგი, აი როგორ ფიქრობ, არის თუ არა ქართული ღვინო საკმარისად წარმოდგენილი მსოფლიო ბაზარზე? ანუ ხომ არ გჭირდება მეტი პოპულარიზაცია? ესე იგი პროცესში ვართ, უნდა ითქვას, მაგრამ ეს არის ძალიან ცოტა იმასთან შედარებით, რაც პოტენციალი აქვს ქართულ ღვინოს. ალბათ ჩაღრმავება, კერძო სექტორია ყოველთვის ინიციატორი ამისი, მაგრამ ჩაღრმავება უფრო იქნება საჭირო, იმიტომ რომ კანონმდებლობა მათ შეუწყოთ ხელი, რომ ამ ემბრიონული მდგომარეობიდან თქვათ ადგილწარმოშობის გადავიდეთ უფრო მეტ სიღრმეზე და გადავნაწილდეთ მსოფლიოს ბაზრებზე, ღვინის ბაზრებზე რუსეთიდან. აი ეს კითხვა მინდოდა დამესვა, რა ხარ რუსეთს შეეხეთ, აქვე ვიკითხავ, აი რუსეთისგან და თქვათ დაწესებულმა ემბარგომ, რომელიც ჩვენ მეგონი 2006 წელი იყო კი, როცა დაწესდა და ამან თავიდან დაბოდა ქართული ღვინო. თუ არა, ჩვენი ღვინის ხარისხის ზრდა და თქვათ მსოფლიო ბაზარზე მისი უკეთ. ერთ-ერთი საუკეთესო რაც იყო, კი შოკი იყო ქართული მეღვინეობის სექტორისთვის რაოდენობრივად, მაგრამ მეორე მხრივ გადავხედეთ ჩვენ და შევხედეთ რეალურ ბაზრებზე რა გვჭირდება, ხო? და ამან მნიშვნელოვნად გაზარდა ქართული ხარისხი და შეიძლება ვთქვათ, რომ აი ქართული ღვინო თავიდან დაიბადა. ჩვენ ისტორიას რო გადავხედოთ, ესეთი ის იყო პერიოდი, როცა ვთქვათ, აი ალექსანდრე ჭავჭავაძის, მერე აშილ მიურატის და ივანე მუხრანბატონის პერიოდები, როცა ამათ სახელი გაუთქვეს ქართულ ღვინოს, ნუ ჩამოისხა ბოთლში, გამოყენებული იქნა მუქის კასრები და შემდეგ. ანუ ქვევრის გარდა სხვა ჭურჭელი და მასიური წარმოება მოხდა ამ პერიოდში. ზუსტად 2007 წელია, როცა აი ვნახულობთ, რომ ქართულმა ღვინის სექტორმა სერიოზულად გადახედა ამას და ნუ დაიძრა უკვე სხვა ბაზრებისკენ და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა გასვლა ვთქვათ მსოფლიო ბაზარზე ღვინისთვის. შესანიშნავი. გიორგი, ბოლო კითხვა უნდა დაგისვა, როგორც გიც, აი ხომ არ არის რამე ისტორიული მოვლენა, ლეგენდა, რომელიც ჩვენ განსაკუთრებით მოგწონს და უყვებით ტურისტებს. ხომ არ არის? სავსეა. თვითონ ენაც რო ავიღოთ, ღვინის ლექსიკონი, ვაზის და ღვინის ლექსიკონი გვაქვს ცალკე და ჩვეულებრივ სასაუბროშიც ეტალონად და ექვივალენტად ღვინის და ვაზის ტერმინებს ვიყენებთ ხოლმე, რომ ხაზი გაუსვათ მის მნიშვნელობას. აი მასწავლებელიც რო ავიღოთ, ხო, დამღვინებელი რო ქვია, რომელსაც ასე ვთქვათ, ну, რა ვიცი, ჭკუა დამჯდარ მოწაფეს რო გაზრდეს, ხო, აი იმდენად საინტერესოა ეს ყველაფერი. რო ჩაუღრმავდეთ თვითონ ისტორიებს, აი ხა რაც მახსენდება, არის ივანე მუხრანბატონი, რომელმაც ძალიან აი მას უყვები ხოლმე ტურისტებს, რომ როდესაც საკუთარი ღვინის გატანა დაიწყო საფრანგეთში და მოინდომა პრომოუშენი, სტუდენტებს სააცმევდა რაღაც ძალიან სოლიდურად და უშვებდა რესტორანში, რომლებიც მე აი მის ღვინოს უკვეთავდნენ. და როცა ეუბნებოდნენ, რომ არა აქვთ ესეთი დემონსტრაციული, თქვათ, პროტესტის სახით, გადიოდნენ ხოლმე რესტორნიდან და მე მფლობელები ამ რესტორნებით ინტერესდებოდნენ მუხრანბატონის ღვინით და შეხვდათ, ხო, მარკეტინგის საინტერესო ფორმა არის. ლეგენდები, ძალიან ლამაზი ლეგენდები გვაქვს, თქვათ, ვაზეც და ღვინოზეც. ყველაზე მეტად თქვათ, ჩემთვის რაც აი ყოველთვის ესეთი სამაქ, როცა ადამიანი მიდის, მეომარი მიდის საომრად, არ ვიცი რამდენი წლის უნდა იყოს ეს ლეგენდა უხსოვარი დროიდან არის და იყო ტრადიცია, როცა ვაზის კალმებს იდებდნენ ხო ან ფეხსაცმელში იდებდნენ ან ჯიბეში, რომ დაიღუპებოდა ბრძოლის ველზე ვაზში გაეგრძელებინა
სიცოცხლე და ამას რო ტურისტებს ვეუბნები ხოლმე, ნუ რაღაცა ძალიან ემოციას იწვევს ძალიან დიდ. დიდი მადლობა გიორგი, ძალიან საინტერესო იყო ყველაფერი. მადლობა. სოფოსთან გადავალ ასეთი კითხვით, სოფო, ჩვენი პროფესია ჩვენთვის განსაკუთრებულია, ძალიან გვიყვარს, ანუ ყველაფერზე წინ რო გეკითხები ან ვინ ხარ პროფესიით, ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ გიდებია და ხო, ვაჩვენებთ, რომ ძალიან გვიყვარს ეს საქმე. აი, მე მაქვს შენთან კითხვა, აი, რა გზა გაიარა ჩვენმა პროფესიამ, სად არის წყაროებში მოხსენიებული ეს პირველი გიდები და რა ინფორმაცია გვაქვს ამასთან დაკავშირებით? გიდური თემებით. ძალიან ისეთ საინტერესო და სასიამოვნო შეკითხვაა და როგორც ყველა მრავალი სახელოვნებო თუ სამეცნიერო დარგი უძველეს ცივილიზაციებში იღებს სათავეს და მათ შორის ჩვენი პროფესიაც ხშირად როდესაც ენციკლოპედიებში სხვა ენაზე ასე ვთქვათ დაიწყებთ ძებნას სასულიერო პირებთან რელიგიურ წინამძღოლებთან არის კავშირში თუმცა პირველი გიდი აი ჩვენი კლასიკური გიდის გაგებით ეს არის ეგვიპტელი ადამიანი და უკავშირდება ჰეროდოტეს მოგზაურობას ეგვიპტეში. ნუ ჰეროდოტე საყოველთაოდ აღიარებულია დასავლური სამყაროს მიერ ისტორიის მამად არის შერაცხული ის მოგზაურობდა უამრავ ქვეყანაში და საინტერესო არის მისი ეგვიპტური მოგზაურობა რომელსაც აფუძნებს უკვე თავის თხზულებებს და ხშირად ის ამბობს რომ მე ვაყნობ ამ ჩემს თხზულებებს ასე ვთქვათ ნარკვევებს თუ შეიძლება ასე ითქვას მონათხრობს და აი ჩვენი წინაპარი ასე ვთქვათ პირველი კოლეგა შეიძლება ითქვას ეგვიპტეში ჰეროდოტეს ყავდა გიდი ესე დიახ ანუ როდესაც ჩადის ის ეგვიპტეში ხელისუფლების წარმომადგენლები მას მიუჩენენ ადამიანს, რომელიც ძალიან კარგად ფლობს საკუთარი ქვეყნის კულტურას, ისტორიას, ეთნოგრაფიას, გეოგრაფიას და დაემგზავრება ჰეროდოტეს და აი მასთან ერთად შეისწავლის მთელ ეგვიპტეს. შეიძლება უკვე თამამად ითქვას, რომ ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, რა საქმიანობასაც ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს ქვეყანაში, ჩამოსული სტუმრებისთვის თუ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ცოტა აქეთ რომ ჩვენ გვაქვს ფოტომასალა. დიახ. და მთელი ეს პერიოდი თხოვთ ოპერატორებს რომ გვაჩვენონ ეს ფოტომასალა, მანამდე ჰქონდა აი ქვევთან დაკავშირებითაც და ჰეროდოტედან დიახ. რომ გავაგრძელოთ ხრობიდან დროის ფაქტორიც რომ კარგად გამოვიყენოთ, ნუ სამყაროს მოევლინა მხსნელი, დაიწყო ახალი წელთაღრიცხვა ქრისტეს დაბადების შემდგომ და სამწუხაროდ არა პირველ საუკუნეში, მაგრამ მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა ხდება სახელმწიფო რელიგია, კონსტანტინე დიდი, ასე ვთქვათ, გამოაცხადებს მას სახელმწიფო რელიგია, თუმცა დედამისი უკვე ელენე, მაშინ როდესაც ჯერ არ იყო ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია, იყო პირველი პილიგრიმი, რომელიც გადაწყვეტს, რომ მოინახულოს წმინდა მიწები, ბიბლიური მიწები და ქრისტიანობის გამოცხადებისთანავე ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს რელიგია ხდება მისაღები, იმიტომ რომ წარმართული რელიგია ვეღარ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნილებას, რომელიც არის იმ დროის იმ სივრცეში, იმპერიაში და იქმნება ჯგუფები, მომლოცველთა ჯგუფები, პილიგრიმები, რომლებიც გადაწყვეტენ წმინდა მიწების მოვლას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მას სჭირდებათ ის, ვინც გაუძღვება, ვინც დაათვალიერებინებს და ასე და ასე შემდეგ და შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს ადამიანიც არის გიდების ერთ-ერთი წინაპარი. კიდევ უფრო აქეთ რომ მოუახლოვდეთ, ასე ვთქვათ, ჩვენს საუკუნის უფრო ახლოს მოვიდეთ. ხშირად ამბობენ, რომ თანამედროვე სივრცის ახალი პერიოდი, საწყისი პერიოდი სათავეს იღებს აღორძინებიდან. აღორძინება ეს არის ეპოქა მსოფლიოში, ფაქტია მე-19 საუკუნეში ეწოდა მას აღორძინება, რენესანსი, ფრანგული სიტყვა, იგივე ძველის აღდგენა. და მაშინ ხდება სამყაროში ახალი აღმოჩენები, მიწები, ოკეანები, დედამიწის სფერულობის დადგენა და ნუ ტიტანები ევლინებიან, ასე ვთქვათ, შემოქმედებით ტიტანები სამყაროს, შემოქმედების ხელოვნების მიმართულებით, თუნდაც გამომგონებლობა, დაზგები და ასე შემდეგ. და აქაც ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ანტიკურ სივრცეს ფაქტობრივად აცნობენ ამ ჩვენ შემოქმედ ადამიანებს. ჩვენი კოლეგები, ასე ვთქვათ, ჩვენი კოლეგები აღორძინების ხანაში ჩანენ, თუმცა მაშინ ტურიზმი და მოგზაურობა ფაქტობრივად ეს არის ელიტარული წრისთვის განკუთვნილი, ასე ვთქვათ, საქმიანობა, შემეცნებით გასართობი საქმიანობა, არა ისეთი როგორც ჩვენს პერიოდში. და მივიდეთ მე-19 საუკუნემდე უფრო ახლოს და პირველი ტურისტული კომპანია იქმნება თომას კუკის მიერ, საინტერესო რომ იყო სასულიერო პირი, რომელიც სათავეში ედგა
ალკოჰოლის წინააღმდეგ აქტივისტებს, ძალიან პარადოქსულია, მაგრამ ასე იყო. და მან დაგეგმა პირველი მოგზაურობა, მან შეიძინა ბილეთები თავისი ასეულობით აქტივისტისთვის და ამოგზაურა ლონდონის მიმდებარე ქალაქებში მატარებლით, კი ბატონო, და მანვე დააფუძნა პირველი, ასე ვთქვათ, ტურისტული კომპანია. 50-იან წლებში პირველი საერთაშორისო გამოფენა საფრანგეთში მოკლედ შედგება და იწყება თითოეული ერის ცნობიერებაში ეს ფაქტორი, რომ რატომ უნდა დაიკარგოს ჩვენი კულტურა, მოდი გამოვფინოთ, მოვახდინოთ ასე ვთქვათ ამის ექსპოზიცირება და იქნება მუზეუმები. აი ასეთი სიტუაცია გვაქვს. საქართველოს სად არის ამ დროს და ჩვენს ქვეყანაში როგორ ინერგება? საქართველოს როგორ ჩდებიან კიდევ? ლოგიკური კითხვა ხო და ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. საქართველოს არათუ ფეხდაფეხ მიყვება ამ ასე ვთქვათ გამოწვევებს თუ ამ სიახლეს რაც ხდება ამ სოფლიოში და ევროპაში, არამედ პარალელურ სიბრტყეზე მიდის ეს ყველაფერი. საქართველოში იქნება პირველი მუზეუმი, იგივე 1850-იან წლებში, იმ დროს როდესაც ევროპაში იქნება მუზეუმები და 1891 წლის დროება ასეთ რამეს წერს, რომ საქართველოს რა მუზეუმიც აქვს, ეს იყო კავკასიის მუზეუმი, რეალურად სამართალ მემკვიდრე დღეს გვაქვს ჩვენ ჯანაშია სახელობის მუზეუმი, ამავე შენობის სამხრეთ ნაწილში იყო პირველი კავკასიის მუზეუმი და საინტერესო ნაგებობა იყო სხვათა შორის ეს ზალცმანის და ბილფელდის მიერ დაპროექტებული ორსართულიანი ნაგებობა, თუმცა მე საყურადღებოა ეს ფაქტორი, რომ ანუ ვეღარ ასე ვთქვათ ეტევა ჩვენი ექსპონატები და უკვე შემდგომში ეს ცალკე ისტორია როგორ იქნება ის მუზეუმი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს რუსთაველის გამზირზე. და აი ასე მიდის მეორე მუზეუმი, აბრეშუმის მუზეუმი ქონდა კიდე ცოტა მოგვიანებით და ფაქტობრივად თავს იწონებს აი ეს ორი მუზეუმი და პერიოდიკაც ამის დასტურია როგორც უკვე. ესე იგი მუზეუმების გიდები კი ბატონო. და შესაბამისად, ნუ მუზეუმებში აუცილებელი არის ესეთი შტატი, როგორიც არის გიდის შტატი და შესაბამისად ეს საქმიანობა პროფესიულ ხასიათს იძენს, შეიძლება ითქვას მე-19 საუკუნე. პარალელურ რეჟიმში როგორც ევროპაში ეს ყველაფერი. და ისე საფეხმავლო გიდი თუ ხდება. საინტერესო კითხვა, დღემდე რაც კი მოგვეპოვება წყაროები გიდის შესახებ, ეს არის ჩვენი როსტომი. ჩვენ გიდები ძალიან კარგად ვიცნობთ ამ ადამიანს. წარმოშობით მეგრელი, ძალიან ესეთი ყოჩაღი ადამიანი, ჩოხა ხალხით გამოწყობილი და მის შესახებ ჰენრი ნორმანი, რომელიც რამოდენიმეჯერ ესტუმრა ჩვენს ქალაქს და მისი საკუთარი მეგობრისგან, ეგვიპტოლოგისგან, ფრეშფილდისგან გაიგო ინფორმაცია როსტომის შესახებ, ანუ როსტომ საერთოდ საქართველოში საქვეყნოდ ქონდა სახელი განთქმული. ეს იყო გიდი, რომელიც უამრავ ენაზე, როგორც ნორმანი თავის წიგნში წერს, ასე ვთქვათ, ლაპარაკობს, მაგრამ ყოველთვის აღნიშნავს, რომ იცოდეს სტუმრების პირველი ენა არის მისი მეგრული ენა, ასე რომ ეს თქვენ საამაყოთ, ასე ვთქვათ, გვყავს ასეთი გიდი. აგვიხარდა გიორგი. მეგრელების გარეშე არც კიდობაა და არც ასოციაციები და არაფერი არ ხდება საერთოდ. პლუს ერთი კითხვა მინდა დაგისატორებდეს, დღეს საქართველოში რამდენად არის გიდი პროფესია? როგორ ფიქრობთ, აი სოფო? განმარტებას თუ მივყვებით, როგორც ეს ყველაფერი განმარტებიდან იწყება, ეს არის უნარჩვევების ერთობლიობა, პროფესია, რომელიც კონკრეტული საქმის შესასრულებლად არის საჭირო. განმარტების მიხედვით ნამდვილად არის პროფესია. უბრალოდ ვიტყოდი, რომ ზოგადად ეს პროფესია ახალბედაა, არა აქვს ესეთი ხანგრძლივი, ასე ვთქვათ, ისტორია და გამოცდილება, თუმცა ტური რომ მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარდეს, ამისთვის უამრავი შრომა, კვალიფიკაცია საჭირო და ჩვენს ასოციაციაში არის ტრენინგები, ესეთი ტრენინგ მოდული, რომელიც ასე ვთქვათ, ეყრდნობა ტურიზმის მსოფლიო ფედერაციის მოთხოვნებს და ნორმებს და პირადად მე მაქვს ეს ასე ვთქვათ ტრენინგი გავლილი, შესაბამისად მე 5 ეტაპიანი გამოცდაც ძალიან საინტერესო იყო და ვიტყოდი რომ მაშინ მე უკვე ვიყავი მოქმედი გიდი, როცა გავიარე ტრენინგი, მაგრამ ისეთი უმარტივესი მეთოდები და გზები ვისწავლე, რამაც შემთხვევაში ტურის კი ბატონო ხარისხი და შესაბამისად მარტივად მოხდა იმ რიგი პრობლემების გადაჭრა, რაც ახლა გიდები ვართ და ვიცით, ტურის მართვა, გაძღოლა და ეს ყველაფერი ინფორმაცია, ნაკლები ინფორმაციის მორგება იმ სეგმენტზე ვინც ყავს ჩვენ არც თუ ისე მარტივია. გიორგი, რას გეტყოდი ამასთან დაკავშირებით? ხო, ძნელია რომ არ დაეთანხმო სოფოს, მაგრამ მე რაღაც ვფიქრობ, ყოველთვის ვუყურებდი ამას როგორც ბიზნესს და დღესაც ასე ვუყურებ. ეს არის ჩვენი ფულის შევნის საშუალება ყველა სხვადასხვა პროფესიიდან და სხვადასხვა საქმიანობიდან მოვედით და ბევრისთვის დღესაც ეს არის ერთ-ერთი ფორმა მისი შემოსავლის წყაროს იყოს საქმიანობის. თუმცა კი უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პროფესია დაღიარებულია თვითდასაქმებულ პროფესიად, მაგრამ ეს არის სერვისი